ანალიტიკური ორგანიზაცია GeoCases მრჩეველი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე შემომიერთდება. ახლა ბატონ ვახტანგთან ჩვენ ცხადია ვისაუბრებთ უკრაინაში ომის დამთავრების პერსპექტივაზე, რადგან არსებობდა საკმაოდ დასაბუთებული მოლოდინებით, რომ შესაძლოა არა 24 საათში, ან თუნდაც 2 კვირაში, მაგრამ მაინც იმ წინასწარი განცხადებების, იმ პოზიციონირების კვალდაკვალ, რომელიც ჰქონდა არა მარტო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატ, შემდეგ როგორც პრეზიდენტს, არამედ თავად პუტინს, რომ ის რაღაცას გაუწევდა ანგარის მნიშვნელობას. ჩვენ შედეგი ვერ მივიღეთ. სამშვიდობის ბატონ ვახტანგ, ეს შედეგი არ დამდგარა. პირიქით ვხედავთ, რომ კვანძი შეიძლება ბოლომდე არ გაიხსნა, ყოველ შემთხვევაში უფრო ცხადი გახდა სიტუაცია. ტრამპის ადმინისტრაციის პირველი პირები ამბობენ, რომ ისინი მოლაპარაკებებიდან გადიან, თუმცა ოფიციალური განცხადება ამაზე საბოლოო არ გაკეთებულა. ამავე დროს ხედავთ პუტინის დაჟინებულ მცდელობას დემონსტრაციისა, რომ ის აღარ არის ისეთი იზოლირებული, რომ მას საერთაშორისო არენაზე ანგარიში გასაცემ ფიგურად და პოლიტიკურ ძალად თვლიან. ეს 9 მაისიც ამის კიდევ ერთი დემონსტრირების შესაძლებლობაა. რაც ისე არ გამოდის, როგორც მას დაგეგმილი ჰქონდა. დავიწყოთ თუნდაც 9 მაისის ისტორიით, განსაკუთრებით თქვენგან მაინტერესებს აი ეს საფრთხის განცდა. ეს ბოლო ორი დღე უფრო აქტიურად ბევრს ლაპარაკობენ თვითონ რუსულ არხებსა და ტელევიზიებზე. ზელენსკის სულ ერთი კომენტარი იყო ადმინისტრაციის, რომ ჩვენ ვერ მივცემთ ვერანაირ გარანტიას ვერავის რუსეთის ტერიტორიაზე, რა შეიძლება მოხდეს 9 მაისს, მით უმეტეს, როდესაც ისეთ პროვოკატორი ყავს ამ ქვეყანას სათავეში, როგორც არის თავად პუტინიო, მაგრამ სიამბილეში თქვენ ელით, რომ რამე შეიძლება ინიციატივა ვითარების გართულების უკრაინის მხარიდან მოდიოდეს 9 მაისოთ. პირველ რიგში რა თქმა უნდა მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. საინტერესო კითხვა არის და ჩემის აზრით ზოგადად ძალიან როგორ გითხრათ, ცინიკურად და სარკასტულად ჟღერდა ის შეთავაზება, რაც პუტინმა გააკეთა. იცით რა, მე დაგბომბავ 7 მაისს და 12 მაისს, მაგრამ 8-ში, 9-ში და 10-ში დავისვენ. ხო, მე ღონისძიება მაქვს. ხო, ღონისძიება მაქვს და ახლა ამას უნდა ჩამატარებინოთ. ესე არ გამოდის. თუ არის ომი, საპასუხოდ იყო პასუხი, ხო? ზელენსკის მოდით პირდაპირ 30 დღეზე შევთანხმდეთ. ჩვენ ერთგული ვრჩებით ამერიკელების შემოთავაზების და 30 დღით. ამას ალბათ მოგვიანებით დავუბრუნდებით, იმიტომ რომ რაც უნდა რუსოფილი იყო და რუსეთის უძლეველობის და მისი შეუხედველი დიპლომატიის მოტრფიალი, მაინც ფაქტია, რომ 5-1 მოუგო დიპლომატიაში და პოლიტიკაში აი ამ მომენტში ამერიკასთან ურთიერთობაში რუსეთ ზელენსკიმ და საერთოდ უკრაინის დიპლომატიამ. ამაზე მოგვიანებით დავუბრუნდეთ, ჯერ უბრალოდ 9 მაისს ძირითადად მაგაზე მინდა რომ ვისაუბროთ. 9 მაისს მიუბრუნდეთ. ხო, წარმოიდგინეთ, ომი მიმდინარეობს, თავს იყრის მთელი გენერალიტეტი შეამუძალ. ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური სამიზნე უკრაინისთვის. ამას რა თქმა უნდა რუსეთი წხვდება და ძალიან გაძლიერებული სადღაც 180 სისტემა იყო გარშემო განლაგებული 4 ეშელონად საჰერო თავდაცვის რუსეთისთვის ჯერ იყო თქვა შორეული აღმოჩენის მერე სტრატეგიული საფრთხის საწინააღმდეგო სისტემა მერე S-400-ები რომელიც აი შორმანძილის რაკეტების საწინააღმდეგო და მერე უშუალოდ სახურავებზე დადგმული პანცირები და ასე შემდეგ. თუმცა ბატონ ვახტანგ თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ 100%-იანი დაცვის გარანტია არ არსებობს. ამის მაგალითია ყველაზე დაცული ტერიტორია გერ თელავივის მახლობლად აეროპორტში ხუსიტების გამოგზავნილი ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა. კი ბატონო, რა თქმა უნდა. მაშინ როდესაც ეს ფარი რა ქვია რაღაც მაგათ. მაგრამ მე სხვა იმისკენ მიყავს საუბარი რომ ჩემის აზრით, ეს ჩემი პირადი მოსაზრება არის, ის რომ სხვა ადგილებიდან გადაყავთ ისედაც ღრუბელივით ესეთი გამჭვირვალე საჰერო თავდაცვის მქონე რუსეთს აი ეს შესაძლებლობები, ეს რა თქმა უნდა გზას უხსნის უკრაინას სხვა მიმართულებებს. ქერჩის ხიდი რატომაც არა.
მაგალითად ყირიმი რატომაც არა. ანუ სამიზნეები უამრავი არის. ეხლა მაინდამაინც ეხლა ჩინეთის სინძიფის აფეთქებენ წითელ მოედანზე. არა რა თქმა უნდა არც უნდა და შესაბამისად უამრავი სამიზნე ჩდება და უამრავი შესაძლებლობა უჩნდება უკრაინას და ჩემისაც ამ შესაძლებლობას გამოიყენებს. ეხლა უშუალოდ ტრამპის მიდგომა პიროვნება რომელმაც განაცხადა რომ 8 მაისი არის გამარჯვების დღე, მეორე მსოფლიო ომის დასრულების დღე. ეხლა არ ვიცი ამერიკის დამსახურების ხარისხის გაზარდა, რაც პუტინის პატიმოყვარეობა ძალიან ეხება. ევროპის ხარეს ეს მართებული არის ამის გამოთქომა, რომ ეს არის სახეში გალაწუნება პუტინისთვის. ყველაფერი ყველაზე მეტი გააკეთა ამერიკის შეერთებულ შტატებმა და ანუ ის საკრალური 9 მაისი, რომლისაც პატარა ბავშვები რო ჩართოთ რაღა თქვა, ნახოთ აი ეს ნაწყვეტები, რომელიც ჩდება ხოლმე ხანდახან YouTube-ზე და აი ფსიქოზამდეა მისული, პატარა ბავშვები რაღაც რა ქვია, მუყაოს ტანკები დადიან და რაღაც აი ფორმაც აცმენ და აი საკრალური 9 მაისი პუტინს იმასქნა რა ქვია გადაახია თავზე თქვა რომ არა ეს ამერიკა ამაში ამერიკის დამსახურებაა მომის მოგება საერთოდ და თქვენ რას იმაშვებით აღნიშნავთ. ეხლა ის რომ ეხლა ამ არ ვიცი ახლა რამდენად ბოლომდე ავად დარჩებია, მაგრამ ბევრი ლიდერი რო ავად უცებ გახდა სანამ იმას ჩავიდო და 9 მაისში მიიღებდა მონაწილეობას მე გულისხმობ სერბეთის და სლოვაკეთის ხელმძღვანელობას, მაგრამ ინდოეთმა ისედაც უარი თქვა. ინდოეთის თავდაცვის მინისტრმაც უარი თქვა. პატრიარქი კირილი გააგზავნეს ბაქოში მოსაწვევით, რომ ვითომ და სხვა რაღაც ფუნქციებისთვის, მაგრამ ფაქტურად იმისთვის, რომ ალიევი დაითანხმოვროთ ჩავიდეს მოსკოვში. აი ესე ძალით შეკოწიწებული სამარცხვინო იქ ჩილოკორეები ალბათ ჩილოკორეელები გამოვლენ, აბა ჩინელები გამოვლენ და ასე შემდეგ. სხვა შორის ძალიან სიმბოლური იყო დღეს. ჩვენ კადრებიც გვაქვს და ჩვენ საუბრის დროს რეჟისორი გაუშვებს, ლონდონში დაიწყო აღნიშვნა უკვე ამ დღეების და ჯერ ძალიან შთამბეჭდავი არის იქ არსებული აი სულის და განწყობის მიხედვით რა განსხვავება არის დასავლური სამყაროს დამოკიდებულებასა და აი ამ რუსული ავტორიტარული სტილის აი ეს მართლა ჩtildeოკორეული და ძველი საბჭოთა კავშირული აი ამ მარშიროკის კუთხით ხო და იქ ლონდონში უკრაინის სამხედრო და ერთი რაზმი გამოვიდა და თუ კი ვინმე მიიღო განსაკუთრებული ოვაციები ლონდონელების და იქ შეკრებილი უზარმაზარი რაოდენობის ხალხის მხრიდან იყვნენ უკრაინელები. აბსოლუტურად გეთანხმები და მე ეჭვება ეს პარალელი, იმიტომ რომ იყვნენ ჩtildeოკორეელები რო გამოივლიან, ალბათ უფრო გამართული მარში და მრავალრიცხოვნად მე ეჭვება რომ თავად რუსები ისეთივე ოვაციებით შეხვდნენ ჩtildeოკორეელებს. ჩართავენ იმას გამაძლიერებს და იქნება ეს ოვაციები იქნება, მაგრამ ის რომ საბჭოთა რაც იყო ტიპიური ის რომ აი ძალის ჩვენება და ახალი იარაღი ტექნიკა რა უნდა აჩვენოს რუსეთმა აი არეშნიკს თუ გამოიტანენ და ესეც უბრალოდ სიტყვიერად არსებობს მე მგონი არც არსებობს თორე მეტი რა ყველაფერი გამოცადეს და ახალი არც არაფერი აღარ აქვს უკვე რა უნდა გამოიყვანონ იმ აღლუმზე ალბათ დიდი ალბათობით ისევ ჩააცვევენ მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ტანსაცმელს და ესეთი კატიუშას მარშით გაატარებენ ამ დანაყოფებს. ბატონო ხა დაუბრუნდეთ იმას რაზეც ძირითადად საუბარი გვინდოდა უფრო სტრატეგიულ დონეზე რა ერთი კონკრეტული თარიღის თუმცა სარკესავი დაირეკლება ზუსტად ამ სტრატეგიის შედეგებიც თქვენ ბრძანეთ რომ ზელენსკიმ განსაკუთრებით ტრამპთან ურთიერთობაში თუმცა ეს მარტო ტრამპი არ არის ხო ახალ გეოპოლიტიკურ განზომილებასთან მიმართებაში მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში მას ჰქონდა საკმაოდ სერიოზული პრობლემებიც, მოახერხა პუტინთან შეჯიბრში საგზნობის სტრატეგიული უპირატესობის მოპოვება. აი, რაში გამოიხატება ეს ყველაფერი და როგორ აისახება უკრაინაში ომის შემდგომ განვითარებას? მოდით ნეიტრალური კუთხიდან შევხედოთ ახლა აი ამ ფაქტორებს. უბრალოდ ფაქტებს ჩამოვთვლი. პირველი, უკრაინამ განაცხადა, რომ ის მზად არის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე შეწყვიტოს ცეცხლი,
ამერიკული წინადადებების შესაბამისად შეწყვიტოს ცეცხლი, პასუხად რუსეთის მხრიდან იყო ჩვენ მზადა ვართ შეწყვიტოთ ცეცხლი, მაგრამ და იწყება ეგ რომ აი ყირიმი უნდა იყოს ჩვენი, რაც ვერ დავიკავეთ ის მოგვეცი ჩვენ და ასე შემდეგ და ასე. ნეკატარი ნიუანსი და ამ დროს ნიუანსის შინაარსია კაპიტულაცია ფაქტობრივად. ხო, ის რაც მე ძალით არ შემიძლია მოვიპოვე, ხა ისე მომეცით რა. ცოტა უკაცრავად ისეთ სიტყვით არაპოლიტიკური სიტყვა ვირეშმაკობის მცდელობა იყო რუსეთის მხრიდან და დიდი იმედით რომ ეს გავიდოდა რა, ბევრი გაატარეს და ესეც გავიდოდა. მეორე ერთადერთი წარმატება რაც ამასე დღის განმავლობაში ტრამპმა შეიძლება თქვას რომ მე ეს გავაკეთე დანარჩენი ვერც კანადა ვერც გრენლანდია ვერც ყველაფერი არის ისე ვერც ჩინეთის ტარიფები რჩება ისე სიტყვებად ერთადერთი რაც ტრამპმა მიაღწია ეს არის მინერალების ხელშეკრულება ვინ გაუკენ უკრაინამ მიაწოდა ეს, მაგრამ ამავე დროს უკრაინის პუნქტები ჩადებული ამ იმაში, რომ პირველ 5 წელი ყველაფერს უკრაინა იღებს, 5-8 წელიწადი, ამაში არის სამხედრო დახმარება, ამაში არის სახელმწიფო თავდაცვის სისტემა. ესე იგი უკრაინამ თავისთვის არა დამაზიანებელი, მაგრამ ამავე დროს ტრამპისთვის კარგი საჩუქარი მისი პრეზიდენტობისთვის აი ეს ხელშეკრულება, რომელიც მას შეუძლია თქვას, რომ მე ამას მივაღწია, ეს გავაკეთე და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეხლა და ეს ტრამპის გასვლაც ეს არ არის ის გასვლა რომელიც ალბათ პუტინს უნდოდა მე ესეთი ჩაბეჭდა რჩებოდა რომ პუტინი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის რომ ამერიკა ჩახსნილიყო საერთოდ აქედან მაგრამ არა რუსეთის გულისთვის ხო და თამაშავე უნდა ყოფილიყო უკრაინა აი ეს პირველ პერიოდში სამის ევროპა ამოიქოქებოდა აძლევდა საშუალებას რუსეთს რომ რაღაც უპირატესობა მიეღწია სამხედრო თვალსაზრისით მინიმალური მაინც ეხლა აღმოსავლეთ ტრამპი კი მოლაპარაკებდა და გადის ისიც გადის იქიდან რომ რუსეთსა ბურთი და რუსეთის პასუხს ელოდება მაგრამ ამ დროს პირიქით აგრძელებს დახმარებას უკრაინის და ამავე დროს მზად არის პირიქით სანქციებიც გააძლიეროს რუსეთის წინააღმდეგ და ამავე დროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძირითადად მიმართულია იმ ქვეყნებს რომლებიც რუსეთთან ვაჭრობენ არც ერთი ქვეყანა იმ 500%-იანი იმით რა ქვია ტარიფით არის სარგებლობს რუსეთთან ვაჭრობის გულისთვის ხო ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეს ძალიან მძიმე დარტყმა არის რუსეთის მე ცოტა გზნობ ეხლა რუსეთის აი პოლიტიკურ ელიტაში გარკვეულ დაბნეულობას აი რა უპასუხონ არიციან ეხლა არ ვიცი ეხლა ერთ-ერთ წარმომადგენელის არ იყოს ეხლა პუტინი წავა სანთლებს და ანთებს ეკლესიაში ტრამპზე ილოცებს თუ არა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეხლა არის აი ესეთი ძალიან ძიმე მდგომარეობაში არის ცუცვაგი არის რუსებისთვის ნებისმიერ ნაბიჯი თუ ის არ იქნა უკრაინისთვის ხელშემწყობი ხო მათ არ შეუძლიათ გააკეთონ აი ამ მომენტისთვის შეიძლება ითქვას რომ პუტინი სწორად თამაშობდა მაგრამ გაუშვა ის მომენტი წერტილი თუ მას უნდოდა რომ დროებით მართლა შეჩერებულიყო საბრძოლო მოქმედებები შემდეგ მიეღწია ზავის მისთვის ყველაზე ოპტიმალური პირობებისთვის და არა ახლა სულ ყველაფერი მე მინდა ამაზე არავინ წარმოვიდოდა და შემდეგ მოეგო დრო ისედაც უკვე სამხედრო წარმოებად გადაქცეული რუსული ეკონომიკა კიდევ უფრო მეტად აემუშავებინა რესურსების მობილიზება მოეხდინა და დალოდებოდა იმ მომენტს როდესაც ხელახლა ინტერვენციის გაგრძელების შანსი მიეცემოდა ეს ჯოხი ისე გადაღუნა რომ გადაუწყდა ტრამპთან ურთიერთობას აბსოლუტურად მართლა ბრძანდებით ძალიან დიდი უპირატესობა ხო და ტრამპის ბევრ ამაზე მიდიოდა ისეთზე რომელიც ჩემი და თქვენ ყურს აშკარად არ სიამოვნებდა მithmetes უკრაინელებს მიმართ აბსოლუტურად გეთანხმები და კარგი ტერმინია აი ის მომენტის წერტილი გაუშვა აი ეს კულმინაციის წერტილი სამხედრო ტერმინი ხო ის კულმინაციის წერტილი ვერ გადალახა რაც იყო საჭირო აუცილებელი იყო არა და ძალიან დიდი უპირატესობით შევიდა აი ამ მოლაპარაკებებში პუტინი ძალიან დიდი უპირატესობა ტრამპისავე წინასწარი დაპირებების და მის მიერვე საკუთარი თავისთვის ჩართული წამზომის გამო კაუნდაუნის ტრამპმა დიპლომატიურ ენაზე უკვე შიდა პოლიტიკური ამოცანების გამო საარჩევნო კამპანიის გამო ბევრი ისეთი დიდი ფორამისა ხო პუტინს ამ შემთხვევაში ბატონო ხნარი ევროპის როლი
პუტინის მდგომარეობა გასაგებია, არა იმიტომ რომ ეს კაცი ჩვენ რბილად რო ვთქვა, ძალიან არ გვიყვარს და არაფერს კარგს არ უსურვებ. უბრალოდ მოცემულობა ასეთი აქვს, რომ ამ საომარი მანქანის გაჩერება გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით, იდეოლოგიაც ამაზე აქვს მომართული. ხო, აი ახლა უკვე სტალინის ისედაც არსებული კულტის კიდევ უფრო მეტი კულტივირება მიდის, ხო, რომ აი გუშინ წინ თუ გუშინ რუსეთის ტელევიზიამ დადო დიდი ფილმი თავად პუტინზე. მიუბრუნდებით ჩვენ ამას, ბევრი საინტერესო დეტალი არის, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი გზავნილი რაც არის, რომ მთელი მსოფლიო ჩვენ გვეომება. პუტინის გზავნილი თავისივე მოსახლეობისადმი, რომ რუსია, ანუ პროწივ რუსია ეს ძველი მთელი მსოფლიო ჩვენს წინააღმდეგ არის და მე უკრაინას კი არ ვებრძვი ხალხო და ამიტომ აი ამ ხალხის იმედი მქონდა, რომ წამოდგებოდა რუსეთი ფეხზე და ასე შემდეგ და იცით რომ ვოლგოგრადის ჯერ მარტო აეროპორტი გადაკეთა სტალინგრადად, მაგრამ მოლოდინია რომ სტალინგრადის სახელიც დაუბრუნდება. შემთხვევით არ ხდება. ანუ საკუთარი თავის შეთავაზებასაც, შეჩეჩებასაც ამ სტალინის ჭრილქვეშ ცდილობს ამ მოსახლეობისადმი, რომ ეს სენტიმენტები გააღვიოს. ერთია სტალინის დროინდელი რუსეთი არის, ეხლა ეს რუსეთი და ეს ხალხი და მეორეა ევროპის შეგრძნება. ის რომ უკრაინამ გარკვეული დიპლომატიური უპირატესობა მოიპოვა, ოდნავადაც არ ამცირებს ევროპელების მიერ საფრთხის განცდას პუტინთან მიმართებაში, იმიტომ რომ ომი მიმდინარეობს და პუტინი კიდე სტალინობას აპირებს. ევროპა როგორ მოიქცევა და მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით ამერიკის როლის თუნდაც შედარებითი და მნიშვნელოვანი შემცირების პირობებში, როდის აღადგენს იმ მნიშვნელოვან ბალანსს და შექმნის იმ ახალ ბალანსს, რომელიც რუსეთს პერსპექტივაში ეფექტურად შეაკავებს. მოდით უკვე ბოლოდან დავიწყებ, ბოლო კითხვიდან ამერიკა ბოლო გადაწყვეტილება იყო შემდეგი, რომ ამერიკამ ზადავს კომერციული თვალსაზრისით იარაღი მიყიდოს უკრაინას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უკრაინა მზად იყო ამ შესყიდვებისთვის, ევროპა მზად იყო ამერიკიდან ეყიდა ეს შესაბამისი სისტემები უკრაინისთვის. ევროპას ფული აქვს? ფული აქვს. არ ქონდა წარმოება. წარმოიდგინეთ, რომ კოვიდის პანდემიის დროს ევროკავშირმა გამოყო თავისი ბიზნესის დასახმარებლად, თუ არ ვცდები, შევავწდებოდი 550 მილიარდი თუ 750 მილიარდი თავისი ბიზნესის მხარდასაჭერად. აქედან ათვისებულიც კი არა ეს. და ამ დროს უკრაინისთვის სულ გამოყოფილი არის 70 მილიარდი. ანუ ეს რესურსი უშუალოდ ძალიან დიდი აქვს ევროპას. ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ ევროპაზე, რომელიც რასაც ნატო შეღებძალები 2 მილიონზე მეტია, ხო, გამოვაკლოთ ამერიკის ის 1,200,000-იანი, მაგრამ უკრაინა ემატება. ამ შემთხვევაში უკრაინა არის დღეს ყველაზე ძოლისუნარიანი შეღებულ ძალები ევროპაში ამავე დროს. და ახლა უშუალოდ ისევ დაუბრუნდეთ ტრამპს. რაც უნდა ჩვენ მიდგომების თუ არა მიდგომების თუ რაღაც ჩვენი ხედვების მიუხედავად ტრამპის მიმართვა, ტრამპის მოწოდებები ნატოსთვის მარსწორი იყო. ის რომ ნატოს ზოგიერთ ქვეყანას 1% ქონდა სულ თავისი მუშპუს თავდაცვის ბიუჯეტში, ხო? ეს ტრამპის მოწოდება იყო გაეზარდა და ეს 5%-ამდე მაშინ იყო 3% წინა პრეზიდენტობის. ახლა 5%-ზე იძახს, ხო? და სწორი მიდგომა იყო სწორი, თქვენს კეთილი ინებე და დაიცავეთ თქვენი თავი. მე არ ვიძახი რომ მე ამდენ მართალია გავდივარ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვტოვებთ და მარტო ვიქნებ და ასე შემდეგ. მაგრამ ახლა ვინ არის ლიდერი აი ამ ევროპის მოძრაობის, ხო? უკრაინის დახმარება. დიდი ბრიტანეთი. უნდა გვაუწყდება დიდი ბრიტანეთის ისტორია და უნდა გვაუწყდება დიდი ბრიტანეთის შესაძლებლობები. დიდი ბრიტანეთი არის ლიდერი და რომელმაც განაცხადა დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, ჩვენ ვიქნებით უკრაინასთან მის საბოლოო გამარჯვებამდე. ეს უდიდესი მნიშვნელობის სიტყვებია. ახლა უშუალოდ ფაქტები. ბრიტანეთმა გაზარდა თავისი წარმოება, საბრძოლო სისტემის წარმოება 16 ჯერ. რაინ მეტალი, რომელიც სხვადასხვა უკრაინაში იწყებს უკვე რაღაც წარმოების რაღაცების შექმნას, საწარმოების შექმნას, გერმანიის უშუალებელი, არ ვიცი,
ალბათ გიგანტი, მონსტრი, აი ამ სამხედრო მეწოდის მონსტრი, რომელიც 350-იანობასაც ეს ვერი ცდილობდა, მაგრამ ვერ მიაღწია და უკვე გამოძიები დადგენილია რომ ეს რომელიც 350,000 ჭურს აწარმოებდა, უბრალოდ ერთი მაგალითი მოყვა. მილიონამდე ავიდა ამ ჭურვების წარმოება. ფრანგებმა 1500-მდე გაზარდეს ჭკვიანი საავიაციო ბომბების წარმოება, რომელსაც 1200 უკრაინას აძლევენ. ანუ ძალიან მოწონს ახლა სულიმეორ რამდენი ინტერვიუ მაქვს სულიმეორს სიკორსკის პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვები სირცხვილია როცა 500 მილიონიანი ევროპა ეხვეწება 300 მილიონიან ამერიკას 155 მილიონიანი რუსეთისგან თავდაცვის. ეხლა უკრაინას ზეომება 3 ფაქტიურად უკრაინის ომში ჩართული არის 3 ბირთვული სახელმწიფო რუსეთი, ჩრდილო კორეა, ჩინეთი. ну ახლა ჩინეთი რა თქმა უნდა ეს ღია და ოფიციალურად მაგრამ მონაწილე არის აი ამ იმის და ამ რუსეთის ეკონომიკის მდგრადობის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი არის ჩინეთი თავისი პოლონეთმა გაზარდა 4%-ამდე თავის შესაძლებლობები ესტონეთი გამოდის ოტავას ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ხელშეკრულებიდან. ნარვაში აშენებს სამხედრო ბაზას. ეს ყველაზე რუსული ქალაქი რუსეთის საზღვართან უჟგოროდთან დინარის რაკეთა მხარეს რუსული ქალაქია ფაქტიურად 80% რუსი ცხოვრობს. იქ სამხედრო ბაზის გაკეთებას აპირებს ესტონეთი. ფინეთი და შვედეთის კონტრიბუცია ცალკე სათქმელია. ცალკე სალაპარაკოა და დღევანდელი ლაპარაკი რომ დიახ, მართალია, ევროპაში ეს სხვანაირად აღიქმება, მაგრამ მართალია რუსეთი აძლიერებს თავის დაჯგუფებას აი ამ ჩრდილო მიმართულებაზე, იქ მოსკოვის და დასავლეთის სამხედრო ოლქი დაიყო მოსკოვის და ლენინგრადის სამხედრო ოლქებად, მაგრამ ეს კეთება, იმიტომ რომ 1200 კილომეტრიანი ნატო საზღვარი დაემატა რუსეთს. იძულებულია რუსეთი ახალი კორპუსი ჩამოაყალიბოს, ამას შოიგუ დიდი ხანი ლაპარაკობდა, ეს თავისთავად გაძლიერება. დამატებითი რესურსები ჭირდება, ისეც დეფიციტი. პოლონეთში დაიწყო ოპერაცია, რომელიც მიმართული არის ბალტიის ზღვაზე სახაერო პატრულირების გაძლიერებისკენ. სწავლებები ნატოში სწავლებები დაუბრუნდნენ, მე ხო ბევრი მონაწილე ვარ ახლა ამ კონტრტერორისტული და ჰუმანიტარული და არასაომარი სამხედრო ოპერაციების სწავლებების. ისევ დაუბრუნდნენ ცივი ომის დროინდელ სწავლებებს სცენარებს და სწავლებები მიდის აი ამ პერიოდისთვის. რომ იმ შემთხვევაში თუ კი და ტერმინი შეჩერება, ხო? ტერმინი შეკავება უკაცრავად შეკავება ჩაენაცვლა ტერმინით დაცვა. ვინაიდან უკვე თვლიან რომ ომის სანამარის მე დიდი ალბათობით ომის სანამარის რუსეთი ორ ფრონტზე მეომარი არ არის. რაღაც გარკვეულ პერიოდში ყოველთვის რჩება ის საშიშროება რომ იგივე ბალტიის ზღვა არ დაკარგოს რუსეთმა და ყოველთვის აი სუვალის დერეფანი აუცილებლად ჭირდება მას. და შესაბამისად ნუ ეს საფრთხე რჩება. მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს რუსეთი გაბედავს ამ ომის შემდეგ კიდევ ნატოსაც დაუწყოს ომი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს საფრთხე რჩება და ეს გასათვალისწინებელია. და ეს ნაბიჯები ევროპის მიერ გადადგული ნაბიჯები და ის ნაბიჯები კანადის ახალი პრემიერი განცხადებას ხო უსმინეთ არა? პირდაპირ აცხადებს რომ თუ ამერიკას არ სურს იყოს სოფლიოს ქვეყანა რომელიც უზრუნველყოფს სოფლიოში წესი, კანადა აიღებს ამას თავის თავს და კანადა შეძლებს ამის გაკეთებას. კანადა გახდება მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი აი ამ ევროკავშირთან ერთად, ევროპასთან ერთად უფრო. ამას ჭირდება 5-7 წელიწადი და მე ვიძახი სამხედრო სულგან, მაგრამ 3 წელიწად უკვე დაწყებული აქვს ეს პროცესი. ეს პროცესი უკვე ჩართო დაქოქილია, ეს პროცესი დაწყებულია და მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს რომ ძალიან მალე უკრაინა გაცილებით უკეთეს სამხედრო ვითარებაში იქნება ვიდრე დღეს არის. ნუ დაგვაუწყებ რაც მიიღო უკრაინამ, მიიღო გულზე ხელი დავიდოთ ან ძველი საბჭოთა სისტემები, რომელიც იყო დასაწყობებული აღმოსავლეთ ევროპაში, ან ძველი ევროპულ ეს სისტემები გაიხარჯა. ეხლა ევროპას უნდა თუ არ უნდა თანამედროვე სისტემებს აძლევს უკვე უკრაინას და ხარისხობრივად და ამ თვალსაზრისით ეხლა ჩრდილოკორეული შემონამატი ან ირანული დიდი ვერაფერია ანგარიშგასაწევია, მაგრამ რა თქმა უნდა დასავლეთის ტექნიკური ინტელექტუალური შესაძლებლობებთან ახლოს ვერ მოდის. აუცილებლად კიდევ ერთი ტერმინი, რომელსაც ჩემის აზრით პოლიტიკოსები ცოტა არასწორად ხმარობენ, ეს არის ომის დასრულება. ომი არ დასრულდება. იქნება
ცეცხლის შეწყვეტა. მე დარწმუნებული ამ წლის ბოლომდე ალბათ მოხდება ეს ცეცხლის შეწყვეტა. ნუ დაგვაუწყდება რომ ეს 2000 კილომეტრიან ფრონტზე ესე უცებ ომის დასრულება არ ხდება. მოლაპარაკებები შეგახსენებთ ვიეტნამის ომის დასრულების მოლაპარაკებები 5 წელი მიმდინარეობდა. კორეის ომის დასრულების 2 წელი მიმდინარეობდა. ხო და ასე შემდეგ და ავღანეთისაც ეგ დაახლოებით ესეთა. აი ეს იქნება მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ახთაგ დრო გვეწურება თორემ არის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება აი მაგალითისათვის რადგან ვახსენეთ დღევანდელ გადაცემაში ტრამპისა და ერდოგანის საუბარი და გამოხმაურება რომელიც ორივე პრეზიდენტს აქვს ამ საუბრის შინაარზე კვეთრად პოზიტიური შეგვიძლია ეს სიტყვა ვიხმაროთ არ უნდა დაგვავიწყდეს თურქეთის როლიც არ უნდა ხა ჩვენ საუბრობდით ევროპაზე აღმოსავლეთ ევროპაზე და თურქეთის ინტერესებზე რუსეთთან მიმართებაში განსაკუთრებით თურქულენოვანი და თურქული სახელმწიფოების პრობლემების გათვალისწინებით და აი რომ დავაკვირდეთ და დაძაბულობის ესკალაცია როგორც მიდის რუსეთის ყაზახეთთან მიმართებაში ან როგორც დაეძაბა ურთიერთობა თუნდაც აზერბაიჯანთან ეს კიდევ ცალკე ფლანგი არის პრობლემებისა, რომლის სათავისოთ წინწაწევასაც აუცილებლად შეეცდება თურქეთი და ის სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები არიან თურქეთთან ერთად. ასე რომ რუსეთს დიდი თავის სატკივარი კიდევ უფრო მეტად ეზრდება და მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ეს ყველაფერი მთლიანობაში გავიაზროთ.